მდგომარეობა ციხეებში ორგანიზაცია ადამიანი კანონი თავისუფლება ამტკიცებს, რომ ვითარება საგანგაშოა. მათი ინფორმაციით მთავარი პრობლემა კონტროლის სუსტი მექანიზმია. ორგანიზაცია მინის მონიტორინგის კომისიის შექმნას თხოვს, მაგრამ უწყება ამის აუცილებლობას ვერ ხედავს. საჭილახსურების სამინისტრომ დღეს კონკრეტული ფაქტების დასახელება მოითხოვა. რა წერია დასკვნაში, ნახეთ ნიკა მოლოდინაშვილის სიუჟეტი. სისტემაში შეინიშნება დაწესებულებაში მჟავრდებულთა შორის დაპირისპირება, დაწესებულების თანამშრომლობის უმოქმედობა, სისტემის შიგნით კონტროლის სისუსტე. მჟავრდებულთა შორის დაპირისპირებების გახშირებულ ფაქტებზე ორგანიზაციის წარმომადგენლები პატიმრების და მათი ოჯახის წევრების მხრიდან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობენ. ორგანიზაცია ადამიანი კანონი თავისუფლების წარმომადგენლები მიზეზად ციხეებში ეგრეთ წოდებული მაყურებლების ინსტიტუტის გაძლიერებით და ციხის თანამშრომლების უფლებების დარღვევებით ხსნიან. მართალია ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ წამებისა და არადამიანური მოპყრობის ფაქტები არ ფიქსირდება, თუმცა სისტემის მართვის სადავეები პრაქტიკულად თავის ნებაზე მიშვება სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანს. სასჯელახსრულების დაწესებულებებში ქაოტურ მდგომარეობაზე საუბრობენ უფლებადამცველები. ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სასჯელახსრულების სამინისტრო სისტემის შიგნით წესრიგს ვერ ამყარებს, რის გამოც დაწესებულებებში ნარკოტიკების, ალკოჰოლური სასმელების და აკრძალული ნივთების შეტანა უპრობლემოდ ხდება. უფლებადამცველების ერთი ნაწილი თვლის, რომ პატიმრების წამების შემდეგ მდგომარეობა მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადაიზარდოს. დამნაშავედ სამყაროს ხელშეწყობა და სასათბურო პირობების შექმნა არ ჭირდება. როგორც კი შენ აი ამ აქტიურ, პროაქტიულ ქმედებებს აჩერებ, ავტომატურად დამნაშავედ სამყარო აქტიურდება და ის თავის პოზიციებს იკავებს. მე მაგალითად ესეთ შეკითხვას დავსვადი, რა მნიშვნელობა აქვს სასჯელახსრულებაში განუკითხაობას დაატრიალებენ პოლიციელები ფორმაში თუ ეგრეთ წოდებული ძველი ბიჭები და მაყურებელთა ინსტიტუტის გამოყენებით სხვა დაჯგუფებები. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი გამოსავალს მსჯავრდებულების კატეგორიებად დაყოფაში ხედავს. გამოსავალი არის რეჟიმების უფრო მკაფიოდ და მკაცრად განსაზღვრა და დაცვა. გულისხმობ იმას, რომ ისეთი კატეგორიის პატიმრები, რომლებიც თქვა წარმოადგენენ ამხრივ მომეტებულ საფრთხეს, უნდა იყვნენ მეტ იზოლაციაში, უფრო ნაკლები იზოლაცია უნდა კონდეს შედარებით საშუალო დონის პატიმრებს, რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს. სასჯელახსრულების დაწესებულებებში არასამთავრობოებისგან განსხვავებით მდგომარეობას დრამატულად არ მიიჩნევენ ომბუდსმენის აპარატში. საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ იდეალურად არის ციხეებში მდგომარეობა, თუნდაც იმ ძალიან უმძიმესი მემკვიდრეობის ფონზე, რომელიც ამ შემთხვევაში აქვს და გამოწვევა სასჯელახსრულების სამინისტროს, შეუძლებელია ითქვას, რომ პრობლემა არ არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე დიდი ღირებულება, რომელიც იქნა მიღწეული, არის ის, რომ აღმოიფრვა და ფაქტობრივად არ არსებობს ადმინისტრაციის მხრიდან წამებისა და ადამიანური მოპყრობის ფაქტი. სასჯელახსრულების სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებს კონკრეტული ფაქტების დასახელებას მოუწოდებს, რაც შეეხება თანამშრომლების უფლებების დარღვევის და დაწესებულებებში ნარკოტიკების უკანონოდ შეტანის ფაქტებს სამინისტროში არ უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ შემთხვევების სისტემატიური ხასიათის არ არის. მადლობელი დავრჩებით, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები კონკრეტულ ფაქტებს მოგაწვდიან ასეთ შემთხვევაში და ყოველ ეს ფაქტი იქნება შესწავლილი და ბუნებრივია შესაბამისი რეაგირება მიეცემა. რაც შეეხება აკრძალულ საგნებს, რომლებიც ხდება საპატიმროში, კი ბატონო, ეს რაღაცები მართლა ხდება, მაგრამ სულ რაღაც ბოლო 3 თვის განმავლობაში ამოღებულია 60 ერთეული მობილური ტელეფონი. ნარკოტიკებთან დაკავშირებითაც არის რამდენიმე ფაქტი ჩვენს მიერ დაფიქსირებული. ასეთი არასასიამოვნო შემთხვევები შესაძლებელია მომავალშიც მოხდეს, მაგრამ ჩვენ სისტემურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ აღმოფხვრათ ასეთი შემთხვევები. სასჯელახსრულების სამინისტრო არასამთავრობოების მიერ დაკომპლექტებული მონიტორინგის ახალი ჯგუფის შექმნის იდეას მხარს არ უჭერს, რადგან მსგავსი ჯგუფი სახალხო დამცველის აპარატთან უკვე ფუნქციონირებს.